ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით საქართველოს აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული რუსეთზე. ენერგეტიკული სისტემა ახალ ჰესების აშენებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ გენერაციის 75% ჰესებზე მოდის. არამედ უნდა ფიქრობდეს გენერაციის დივერსიფიკაციაზე. ეს ჰიდროელექტროსადგურები პირდაპირ არის ფულის საჭრელი მანქანა. ჩვენ პრაქტიკულად უნდა ვეხვეწოთ ჩვენს მეზობლებს, რომ უბრალოდ ღვრით წყალს და იქნებ თქვენ მაინც რაღაცა ფასად იყიდოთ ელექტროენერგია. 1 კილოვატ-საათში საქართველოს სუფთად აგებს სხვაობას 7.5 ცენტსა და 3 ცენტს შორის. $2024 წელს ან მომხმარებელს მიეწოდა 13 მილიარდზე ცოტათი მეტი ელექტროენერგია წლიურ ჭრილში. 13 მილიარდზე ცოტა მეტიდან 2 მილიარდ ნახევარი არის კონკრეტულად აფხაზეთის. ანუ ფაქტიურად ჩვენი მოხმარება არათუ 2024 წელს მთლიანად აი ამ მოყოლებული 2006 წლიდან პრაქტიკულად ძალიან მცირედით იცვლება და გვაქვს ერთნაირად 10-დან 11 მილიარდ კილოვატ-საათამდე თუ არ ჩავთვლით აფხაზეთს. რომელსაც ჩვენ ხედავთ, უბრალოდ ჩვენ არ ვაკონტროლებთ, უბრალოდ ჩვენ ხედავთ, იმიტომ რომ საქართველოს ელექტროსისტემიდან, ანუ ენგურის საშუალებით და მანამდე კავკასიონიდან წამოსული რუსეთიდან გადამცემი ხაზის საშუალებით ხდება იქ შეტანა. ბოლო წლების დინამიკას თუ ავიღებთ, ის არის მზარდი და საგრძნობლად მზარდი და ეს ძირითადად გამოწვეული არის, რა თქმა უნდა, იქ არსებული კრიპტოინდუსტრიით და თუნდაც ამ წელს, ანუ 2024 წელს და უკვე ბოლო წლებში აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარებამ გადააჭარბა თბილისის მოხმარებას მაგალითად. როცა ანალიზს ვაკეთებთ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის და მოთხოვნების, რომ ეს უნდა გაკეთდეს აფხაზეთის გარეშე. ოღონდ ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად ვაღიარებთ, ან ოკუპაციას აღარ ვაღიარებთ, არამედ იმიტომ, რომ რეალურად მათზე ჩვენ არ აგვაქვს არანაირი გავლენა. მათ მოხმარება შეიძლება გაიზარდოს 5 მილიარდამდე. ვერ ვახორციელებთ ვერანაირ კონტროლს. საქართველოს ენერგეტიკული საჭიროებების დაგეგმვა არ უნდა მომხდეს აფხაზეთის ჩათვლით, იმიტომ რომ თუ აფხაზეთს იმაზე მეტი დენი ჭირდება რამდენიც თქვათ დღეს, მისი დაკმაყოფილება არ ხდება საქართველოს ენერგეტიკული სისტემიდან. მისი დაკმაყოფილება ხდება რუსეთიდან და წლების განმავლობაში ის მტკიცება, რომ აი რუსეთიდან იმპორტი გვეზრდება და რუსეთიდან იმპორტი გვეზრდება, რასაც უსაუბრობდნენ, ხო? სიამლეში საქართველოს არ ეზრდებოდა რუსეთიდან იმპორტი. ეს დენი შედიოდა უბრალოდ საქართველოს სისტემის გავლით შედიოდა აფხაზეთში. ჩვენ როგორც ვიცით არაფორმალურად, იმიტომ რომ ოფიციალური მონაცემები არ არის, ჩვენ მაშინ თანხას, ანუ საქართველოს ხელისუფლება ამ დენში, რაც აფხაზეთს ჭირდება, თანხას არ იხდის. ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით საქართველოს აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული რუსეთზე. საინტერესო არის თვითონ ბალანსი როგორ არის. მაგალითად, იანვარში, რომელიც ყველაზე ცუდი თვეა, რუსეთიდან იმპორტი იყო 145 მილიონი 0,97 კილოვატ-საათი. მთლიანად ეს ელექტროენერგია, ანუ 145 მილიონი 0,97 კილოვატ-საათი წავიდა აფხაზეთში. ანუ საქართველოს ნული. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული დენი არ მოგვეხმარია. ანალოგიური მოხდა თებერვალში, ანალოგიური მოხდა მარტში. ყველაზე რთული თვეები ეს არის ზამთრის თვეები, დეკემბერი, იანვარი, როდესაც საქართველოს ჭირდება ყველაზე მეტი ელექტროენერგია. ძირითადად საქართველოში დენი, როდესაც იმპორტი გვჭირდება და ეს არის ძალიან მცირე რაოდენობით, მაგალითად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიისთვის ჩვენ იმპორტირებული დენი დაგვჭირდა აზერბაიჯანიდან. რეალურად არ დგას იმპორტირებული დენის პრობლემა, ანუ არ დგას სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულების პრობლემა უკვე ბოლო წლებში. ერთის მხრივ აღარ დგას, იმიტომ რომ გარკვეულ ჰესებზე რეაბილიტაცია ჩატარდა, მათ შორის ენგურზეც და უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს. გარკვეულწილად ამას იმოქმედა და უფრო მნიშვნელოვნად იმოქმედა სახურავების, ეგრეთ წოდებული ნეტო აღრიცხვაში ჩართული სახურავების ისადგურების განვითარებამ, რომელმაც მიაღწია 100 მეგავატზე მეც. და რატომ იმოქმედა? იმიტომ რომ რეალურად სისტემაზე დამოკიდებული, ასე ვთქვათ, მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა, ან მათ მიერ მოხმარებული ენერგია შემცირდა. ანუ გაჩნდა პატარ-პატარა სადგურები, დეცენტრალიზებული, რომელიც თავის მოხმარებას მნიშვნელოვან, ან მთლიანად ან მნიშვნელოვან ნაწილს იკმაყოფილებს და სისტემისგან აღარ იღებს დამატებით ენერგიას. 2024 წელს საქართველოს
შემოიტანა 1.227 კილოვატ-საათი. ეხლა ვიღაცა შეიძლება ეს მოეჩვენოს, რომ ამ ხელათი ყოფილვართ დამოკიდებული, ხო? ანუ 10% ელექტროენერგიის მოხმარების საქართველოში შემოგვიტანია. ესე მოგვეჩვენება ნებისმიერს და სხვათა შორის ამით манипуლირებენ ხშირად. სინამდვილეში ეს არასწორია და რატო გეტყვით? იმიტომ რომ ამ 1.227 968 მილიონი კილოვატ-საათი მოდიოდა რუსეთზე. ოღონდ რუსეთზე მოდიოდა არა საქართველოს საჭიროებისთვის, არამედ 968 მილიონიდან 659 მილიონი კილოვატ-საათი პირდაპირ წავიდა აფხაზეთში, უბრალოდ საქართველოს გავლით და უბრალოდ ეს ჩვენ დავინახეთ. რომ არ გქონოდა საერთო გადამცემი ხაზი, ამასაც ვერ დავინახავდეთ. და საქართველოს სინამდვილეში საჭიროებებისთვის, მთელი 2024 წლისთვის, საქართველოს დაჭირდა აზერბაიჯანიდან იმპორტი 186 მილიონი კილოვატ-საათი. ანუ სულ მთელი წლის ჭრილში და ესეც ახლა ეს არ არის არც დიდი მონაცემი საჭიროების შემთხვევაში ხდება გადადინება, გადმოდინება, ისევე როგორც მაგალითად სომხეთიდან შემოვიტანეთ სულ 72 მილიონი კილოვატ-საათი. ეს ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ კუნძული, ხდება აქ არის გადამცემი ხაზები, ტრანზიტიც ხორციელდება, 1.5 მილიარდი გავიდა აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს სისტემის გავლით, ამიტომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში თუ ჩაიხედავთ, იქ 16 მილიარდია საუბარი, მაგრამ ეს არ საქართველოს საჭიროებებზე არაა. უბრალოდ გავატარეთ. ისევე როგორც რუსეთთან გავატარეთ სომხეთში ან პირიქით. ამიტომაც არის, როდესაც საუბარი არის, რომ საქართველოს ახლა აიღებენ ხოლმე რაღაცა იმას, რომ საქართველოში 2024 წელს შემოვიდა 1.227 მილიონი კილოვატ-საათი და ამიტომ გვჭირდება ჰესები. აბსოლუტურად არაფერი კავშირში არ არის, იმიტომ რომ 1.227 მილიონი კილოვატ-საათიდან საქართველოს საჭიროებისთვის დაიხარჯა დაახლოებით ნახევარს არ დაიხარჯა. საუბარია 5-6%-ზე და ამიტომ ეს ისედაც ნორმალური ციფრი. ამის შემცირებაც ძალიან ადვილი არის, ბევრი ანუ ახალი ჰესების აშენების გარეშეც, თუნდაც უფრო მეტი ხელშეწყობა ენერგოეფექტურობაზე, უფრო მეტი ხელშეწყობა იგივე სახურავების მზის სადგურების განვითარებას და ნეტოაღრიცხვაზე ჩართვაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით გაჩერებულია, განსაკუთრებით ენერგოპრო აღარ თავს სახურავების მზის სადგურებს და ძალიან პრობლემური საკითხია. ამიტომ ამაზე საუბარი რომ რაღაცა საქართველოს რაღაცა ენერგეტიკული სისტემა, ჩვენ ენერგოუსაფრთხოებას ექმნება პრობლემა, ამ კუთხით ნამდვილად არ დგას. სამწუხაროდ ეს საქართველოში ხდება, რომ იმპორტისა და ექსპორტის, ანუ რა თანხად ვყიდით და რა თანხად ვყიდულობთ ელექტროენერგიას, საქართველოში ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური. ასაკცევი გზებით ვიცით დაახლოებით რა თანხებზია საუბარი და ეს ვიცით გარკვეულწილად ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან სტატიებში, მაგალითად ნოპატონი ნოღაიდელისგან, რომელიც წარმოადგენს ელგრინს, რომელსაც აზერბაიჯანიდან არის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც შემოაქვს ელექტროენერგია საქართველოში და მისი განცხადებით, ანუ რუსული ენერგია და აზერბაიჯანული ენერგია დაახლოებით დროების მიხედვით, ანუ რომელ პერიოდებში შემოგვაქვს საათობრივ ჭრილში, განსხვავდება და არის მაგალითად 3.9 ცენტი ან 4.4 ცენტი, ან 4.9 ცენტი და ეს მე ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში 2 წლის წინანდელ ინფორმაციას, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რა ფასად შემოგვაქვს, ეს არავინ არ ვიცით. მაგალითად, ენგურ ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 1 კილოვატ-საათი ღირს 1.2 თეთრი. თეთრი და არა ცენტი. მაგრამ მაგალითად, ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგური რომელსაც ინვესტიციები აქვს ამოსაღები, საქართველოს ხელისუფლება უფორმებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას და მის მიერ მთლიანად წარმოებულ ელექტროენერგიას ხან 8 თვის განმავლობაში, ხან 12 თვის განმავლობაში ყიდულობს და ყიდულობს როგორც მინიმუმ თუ არ ვცდები 6.5-დან სადაც 8.5 ცენტამდე. გააჩნია რომელი ჰესი? ცენტამდე, ამერიკულ ცენტამდე. მაგრამ ამ პრობლემის გარდა სხვა პრობლემაც არის. და ეს პრობლემა არის დენის საჭიროება. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობ ენგურ ჰესზე, ენგურ ჰესი მისი რეზერვუარიდან გამომდინარე და იმისგან გამომდინარე, რომ მას, ანუ ის საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და იქ არ არის ჩადებული რეალური ხარჯები და ამიტომ ძალიან იაფია, ის სისტემას აწვდის, ასე ვთქვათ,
სისტემურად აწვდის ენერგიას, მასზე დგას ასე ვთქვათ, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდება დენი, მაგალითად ყველაზე პრობლემური იანვრის თვეში, ის ამ იაფ-დენს აწვდის სისტემას. მაგრამ ჩვენ როდესაც საუბრობთ მოდინებაზე მომუშავე ახალ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც დღეს შენდება, ის დენს იანვარში ფიზიკურად ან მიაწვდის, ან არა. და თუ მიაწვდის, აწვდის ძვირ ფასად, ანუ რატომ ვერ აწვდის სამხარში? ხო, აი ახლა რატომ ვერ აწვდის? ესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, აი ეს ეგრეთ წოდებული საქართველოს როგორც ეძახიან, მცირე ჰიდროელექტროსადგური, მუშაობს მდინარეზე მოდინებულ წყალზე, რომელიც იანვრის თვეში საქართველოს ჰიდროლოგიური რეჟიმებიდან გამომდინარე, მდინარეში ამ დროს წყალი არის მინიმალურ ნიშნულზე და ამიტომ ის ფიზიკურად ვერ მუშაობს. ამიტომაც ის, როდესაც ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემას ჭირდება დამატებითი ენერგია და დამატებითი სიმძლავრეები, ის ამ დენს ვერ მიაწვდის. მაგრამ ის ქმნის პრობლემას. არტო ეს არ არის. მაგალითად, გაზაფხულზე. როდესაც მდინარეებში წყალი დიდდება და აი ამ გენერაციის ობიექტმა, ანუ მცირე ჰესმა, მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურმა, უნდა მუშაობს და ის ზუსტად მის ძირითადი წლიური ჭრილის საპროექტო გამომუშავების უდიდეს ნაწილს სწორედ აი ამ პერიოდზე მოდის, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ამ დროს დენი საერთოდ არ ჭირდება. უფრო მეტიც, არათუ არ ჭირდება, არამედ დგას არსებული ჰესებიდან წყლის დაღვრის, ანუ წყლის გაშვების პრობლემა, იმიტომ რომ ფიზიკურად ამდენი მოხმარება ქვეყანას არ აქვს. აი ეს არის და ის უქმნის ქვეყნის ელექტროენერგეტიკის უსაფრთხოებას საფრთხეს. ანუ ის კი არა რომ ჩვენ ჰესი გვჭირდება რომ ენერგეტიკულად უსაფრთხო ვიყოთ, არამედ პირიქით საფრთხეს უქმნის. ეს ახლა ჩემი დასკვნა კი არ არის. ეს პირდაპირ უწერია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 2025 წლის გაზაფხულის ადეკვატურობის შეფასებაში. ენგური არა მარტო ივსება, არამედ უკვე ენგურმაც უნდა იმუშაოს, სხვა შემთხვევაში მან უბრალოდ წყალი უნდა დაღვაროს, იმიტომ რომ ფიზიკურად მეც ვეღარ შეივსებს რეზერვუარს. ეს ეხება არა მხოლოდ ენგურს, არამედ ეხება შაორს, ჟინვალის წყალსაცავს და სხვა რეზერვუარიან ჰიდროელექტროსადგურს 7 გვაქვს სულ ესეთი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დამატებითი მოდინებაზე მომუშავე ჰესმა, რომლისგანაც დენის სისტემამ გარანტირებულად უნდა იყიდოს, ნიშნავს იმას, რომ რეზერვუარიანმა ჰიდროელექტროსადგურმა წყალი უნდა დაღვაროს. ენერგეტიკული სისტემა ახალ ჰესების აშენებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, იმიტომ რომ გენერაციის 75% ჰესებზე მოდის. არამედ უნდა ფიქრობდეს გენერაციის დივერსიფიკაციაზე, ანუ ისეთი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე, რომელიც განსხვავებულია ჰიდროელექტროსადგურებისგან, მაგალითად, ქარი ან ზე. რატომ არის ჰესების და განსაკუთრებით მცირე ჰესების ციებ-ცხელება იმის შემდეგ, რაც თქვენ მოგავით? ხო, ეს არის ამოუხსნელი, ასე ვთქვათ, ამოცანა და აქ იბადება უბრალოდ გონივრული ეჭვები და არა მარტო გონივრული ეჭვები, ხა თუ რეალურად ჩავხედავთ განკარგულებს, ეს ჰიდროელექტროსადგურები პირდაპირ არის გარკვეული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის ფულის საჭრელი მანქანა. იმიტომ რომ თქვენ აშენებთ ჰიდროელექტროსადგურს, სახელმწიფო გიფორმებთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, ჭირდება სახელმწიფოს და ენერგეტიკულ სისტემას თქვენი დენი თუ არ ჭირდება, ის ვალდებული იქნება თქვენ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მათ შორის გაზაფხულზე, შეიძინოს თქვენგან სიტყვაზე 7 ცენტად. რას უზავს მე ეს ენერგეტიკული სისტემა 7 ცენტიან დენს? ეს უკვე თქვენი საქმე აღარ არის. თქვენ მიიღებთ თქვენს გარანტირებულ შემოსავალს და პრაქტიკულად გამოდის, რომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ბევრი წლების განმავლობაში თქვენ და თქვენი ოჯახი თუ იურიდიული პირი გარანტირებულად იღებს საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს უკვე უშუალოდ სახელმწიფოსგან. რას უშვება სახელმწიფო? უკვე აი ამ ძვირად ნაყიდ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიას. აი იყიდა მაგალითად სახელმწიფო აპრილში 7 ცენტად რომელიმე ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურის დენი და რა უნდა ქნას? სისტემურად მას აქვს პრობლემა. იმიტომ რომ მან უნდა მისი ჰესები, რეზერვუარიანმა ჰესებმა უკვე შეავსეს წყლის მარაგები, ფიზიკურად მეტი აღარ შეუძლიათ და მათ ან წყალი უნდა დაღვარონ, ან უნდა იმუშაონ. თან აქ საუბარია რაზე? დიდ რეზერვუარიანი ჰესები, რომლებიც გამოიმუშავებენ იაფ
ენერგიას. ესე იგი, სახელმწიფო რას აკეთებს ამ შემთხვევაში? ან ეს ძვირიანი დენი, რომელიც არაფერში არ ჭირდება, სისტემაში უნდა შემოუშვას და გაგვეზრდება ტარიფი, ხომ? ან უნდა წაიღოს ექსპორტზე. და აი აქ კიდევ ერთი პრობლემა, როგორც იმპორტის. იმიტომ რომ რა ფასად ყიდის სისტემა ელექტროენერგიას, ასე ვთქვათ, ჩვენს რეგიონში. ყველაზე ძვირი ფასი არის თურქეთში. ოფიციალურად ეს ინფორმაციაც დახურულია და ალბათ ზუსტად ამის გამო არის დახურული, რომ ვერავინ ვერ შეაფასოს ეს სხვაობა, მაგრამ მაქსიმალური ფასი, რასაც თურქული მხარე საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაზე გადაუხდის, 1 კილოვატ-საათში იღებს 3 ცენტს. ანუ 1 კილოვატ-საათში საქართველო სუფთად აგებს სხვაობას 7.5 ცენტსა და 3 ცენტს შორის. ძალიან მარტივია, რასთან გვაქვს საქმე. თუ სისტემას არ ჭირდება ამდენი ჰესი და შენ მაინც ჰესებს აშენებ და ამ ჰესებში პირდაპირ ჩანს ჩინოვნიკები, მათი ოჯახის წევრები თუ სხვა დაინტერესებული პირები, აქ საქმე გვაქვს ელემენტარულად ინტერესთა კონფლიქტთან, კორუფციასთან, პირადი სარგებლის უზრუნველყოფასთან, საკმაოდ ხანგრძლივადიან პერიოდში. იანვრის თვეში მცირე, ანუ მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებმა თლიანობაში 80-ზე მეტმა ჰესმა გამოიმუშავა 70 მილიონზე ცოტათი მეტი კილოვატ-საათი. 70 მილიონი კილოვატ-საათი მილიარდ 200 მილიონ კილოვატ-საათში, რაც არის დაახლოებით 5-6%. აი ეს არის მოდინებაზე მომუშავე ჰესების სარგებელი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში, ქვეყნის საჭიროებების პერიოდში. მაგრამ თუ ჩავხედავთ უშუალოდ კონკრეტულად ჰიდროელექტროსადგურებს, აღმოვაჩენთ უამრავ ჰიდროელექტროსადგურს, რომელსაც იანვრის თვეში საერთოდ ნული აქვს გამომუშავება. ანუ ფიზიკურად ვერ იმუშავეს ამ ჰიდროელექტროსადგურებმა. მაგალითად, საცხენისი, სიონმა არ იმუშავა, თეთრი ხევი და ასე შემდეგ. ანუ რომელსაც იანვარში საერთოდ გამომუშავება არ აქვს. ან ზოგს აქვს მაგალითად 1 მილიონი კილოვატ-საათი, ზოგს აქვს 0.2 მილიონი კილოვატ-საათი და ანუ მიზერული გამომუშავება, იქიდან გამომდინარე თუ ალბათ იმ დინარეში, იმ მომენტში რამდენი იყო მოდინება. პროექტმა უნდა გაიაროს და პროექტში უნდა გაკეთებული იყოს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის, არა ინვესტორისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რომელიც დაასაბუთებს, რომ ეს ობიექტი ნამდვილად სტრატეგიულია, დაასაბუთებს, რომ ეს ობიექტი ნამდვილად საჭიროა, დაასაბუთებს, რომ ეს ობიექტი იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სისტემისთვის, რომ ღირს ინვესტორისთვის აი ასეთი ხელგაშლილი პირობების შეთავაზება, როგორც არის მიწის სუბსიდირება, ანუ სიმბოლურ ფასად გადაცემა, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვა, გამარტივებული პროცედურები, ხელშეწყობა ყველა დონეზე, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უნდა ეს პროექტი უნდა ასაბუთებდეს აი ამ თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას. გვაქვს ასეთი ტიპის ანალიზის დოკუმენტი, რომელიმე ჰესთან მიმართებით ხოლმე? აი, ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ არც ერთ ჰიდროელექტროსადგურზე ეს ეხება არა მხოლოდ მოდინებაზე მომუშავე მცირე ჰესს, არამედ არა გვაქვს არც დიდ ჰიდროელექტროსადგურებზე, როგორც არის ნენსკრა, ნამახვანი, ხუდონი, არ ვიცი, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური. არც ერთ ჰესზე? არც ერთ ჰესზე. გვაქვს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებები, რომელიც არის ფორმალურად გაკეთებული იმისთვის, რომ მოერგოს გარკვეულ კანონის გარკვეულ მოთხოვნებს, მაგრამ ეს არ არის იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც კანონი ითხოვს და კანონი ითხოვს ძალიან ცალსახად, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი. ცალსახად ითხოვს, რომ უნდა იყოს დასაბუთებული პროექტის მიზანშეწონილობა. ენერგეტიკულადაც კი არ არის ეს ობიექტები მისაღები და ამას ადასტურებს ზუსტად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც მარტივად რომ თქვა, საუბრობს, რომ რამდენი მოდინებაზე მომუშავე ჰესიც გვაქვს დღეს, ეს უკვე მიზღუდავს მოქნილობას და არათუ დამატებით ჰესი მოდინებაზე მომუშავე ჰესი არ მჭირდება, პრობლემას მიქმნის და იძულებული ვარ ექსპორტი გავიტანო თურქეთში და არც შეიძლება ეგ აღარ იყოს საკმარისი და გავიტანო აზერბაიჯანში და სომხეთშიც კუნძულოვანი სისტემით. რას ნიშნავს ეს? იცით რომ ესე იგი თურქეთში შეზღუდული გვაქვს ექსპორტის მოცულობა, რო აღარაფერი თქვა ფასზე.
მაგრამ სომხეთში და აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად სიმბოლურ ფასად უნდა გავყიდოთ ამ ქვეყნებში ელექტროენერგია, იმიტომ რომ მათ ფიზიკურად არ ჭირდება ჩვენი ელექტროენერგია, განსაკუთრებით აზერბაიჯანს, რომელიც აქეთ გვაწვდის ენერგიას მისი თბოელექტროსადგურებიდან გამომდინარე. ესე იგი, ჩვენ პრაქტიკულად უნდა ვეხვეწოთ ჩვენს მეზობლებს, რომ უბრალოდ ღვრით წყალს და იქნებ თქვენ მაინც რაღაცა ფასად იყიდოთ ელექტროენერგია. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების პრაქტიკა შემოვიდა ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც გამოცხადდა ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბუმი და მიზეზი იყო ის, რომ ეს ჰესები გვჭირდებოდა იმიტომ, რომ უნდა გაგვეტანა ეს დენი ექსპორტზე და მიგვეღო ფული. დაახლოებით ესეთი იყო. მაგრამ 2017 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროპის ენერგოგაერთიანების ხელშეკრულების მხარე, ანუ წევრი, სრულუფლებიანი წევრი, საქართველომ აიღო გარკვეული ვალდებულებები ევროკავშირის დირექტივებთან ენერგეტიკის სექტორში, ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში და პრაქტიკულად დაევალა სხვა წევრ სახელმწიფოების მსგავსად ენერგეტიკის სექტორის ძირეული რეფორმირება. ასე რომ ვთქვათ. რა იგულისხმება ძირეული რეფორმირება? ეს იგულისხმება გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის განახლებადი ენერგიების ხელშეკრულებების სქემების დახვეწა და მოყვანა თავსებადობაში მათ მოთხოვნებთან. რაც გულისხმობს რას? ღია და გამჭვირვალე აუქციონებს, რომ არ დარჩეს შესაძლებლობა გარკვეული, ასე ვთქვათ, კორუფციული გარიგებების სექტორში, იმიტომ რომ ენერგეტიკის სექტორი ბუნებრივად მონოპოლიისკენ მიდრეკილი სექტორია და აქედან გამომდინარე ამ სექტორში კორუფციული გარიგებების რისკები ისედაც მაღალია და ამიტომ ენერგეტიკული გაერთიანება ყველა წევრ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, უწესებს ერთნაირ მოთხოვნებს, რომ როგორღაც ეს სექტორი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დასაბუთებულად და არა კაბინეტებში, როგორც ეს ჩვენთან ხდება ხოლმე. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და მათ შორის ევროპის ენერგოგაერთიანების წევრ სახელმწიფოებში ეს აუქციონები იმართება არა ტექნოლოგიაში, არამედ ტექნოლოგიებს შორის. ანუ რას გულისხმობ? განახლებად ენერგიებში გულისხმობა მზეც, ქარიც და ჰიდროელექტროსადგურიც. ამიტომ, როდესაც აუქციონი იმართება, აუცილებელი იყო ეს აუქციონი გამართულიყო ტექნოლოგიებს შორის. ანუ თუ მაგალითად სახელმწიფო იტყოდა, რომ მე მინდა 100 მეგავატის განახლებადი ენერგიის ათვისება, ამ 100 მეგავატზე მონაწილეობა უნდა მიიღო არა მარტო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესებულ პირებს, არამედ მზის და ქარის გენერაციის ობიექტებით დაინტერესებულ პირებსაც და ვინც საუკეთესო, ასე ვთქვათ, ტარიფს შესთავაზებდა სახელმწიფოს, მასთან უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებები. პირველმა და მეორე აუქციონის შედეგებმა, ოღონდ საქართველოში ეს გაიმართა დამახინჯებულად. ანუ საქართველოში არ გაერთიანდა ეს აუქციონი და გაიმართა ტექნოლოგიებს შორის კი არა, ტექნოლოგიებში, ანუ ჰესებში ცალკე აუქციონი გაიმართა, ქარში ცალკე აუქციონი გაიმართა, მზეებში ცალკე აუქციონი გაიმართა და როგორც შედეგებმა აჩვენა, აღმოჩნდა, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით დაინტერესებული პირებმა ბევრად უფრო მაღალი ტარიფი შესთავაზეს სახელმწიფოს, ვიდრე მზემ და ქარმა. ყველაზე იაფი ფასი დაფიქსირდა მზის ელექტროსადგურებში, მერე იყო ქარი და ყველაზე ძვირი აღმოჩნდა ჰიდროელექტროსადგურები. სამწუხაროდ შარშან უკვე აპრილში ბატონმა დავითაშვილმა გამოაცხადა ამ რუსული კანონის ინიციირების შემდეგ, რომ ის წყვეტდა აუქციონის პრაქტიკას ქვეყანაში, მას აღარ ჭირდებოდა აუქციონი და ვინც კი რეალურად იყო დაინტერესებული ენერგეტიკული ობიექტის აშენებით, მასთან პირდაპირ გააფორმებდნენ გარანტირებულ ხელშეკრულებებს. ეს ძალიან მარტივად გადაწყვიტა ეს პრობლემა ბატონმა დავითაშვილმა, იმიტომ რომ ეს ჩათვალა ზედმეტ ბიუროკრატიად აუქციონების ჩატარება. გარდა იმისა, რომ ის აუქციონები რაც ჩატარდა, არასწორად ჩატარდა, იმიტომ რომ არ ყოფილა იქ შეჯიბრებითობა, იმიტომ რომ შეჯიბრებითობა რო ყოფილიყო იქ მაშინ მზე ცალსახად მოუგებდა და იქ ჰესებზე არავისთვის არ უნდა მიეცათ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, მაგრამ მიცეს მაინც, მაგრამ ეს დამახინჯებული პრაქტიკა საერთოდ გააუქმა შარშან აპრილში ბატონმა დავითაშვილმა. და აი ამის შემდეგ დაიწყო, თქვენ რასაც საუბრობდით, ეს მასიურად ხელშეკრულებების გაფორმებები ჰესების მშენებლობებზე. და აი აქ უკვე აუქციონის და ყოველგვარი, ესე ვთქვათ, ტენდერების და ასე შემდეგ გარეშე ჩვენ ვხედავთ უამრავ დაინტერესებულ, ანუ უამრავ ჰეს და იქ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც
პირდაპირ არიან დაკავშირებული მთავრობასთან ან მთავრობასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. მთელ რიგ მდინარეებზე და მათ შენაკადებზე განსაკუთრებით საერთოდ არ ხორციელდებოდა არც საბჭოთა კავშირის დროს არ ხორციელდებოდა მონიტორინგი. საუკეთესო შემთხვევაში 1986-ის. საუკეთესო შემთხვევაში. მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში და უმეტეს შემთხვევებში საერთოდ არანაირი მონაცემი არ არსებობს. იყენებენ ანალოგის მეთოდს მინდებარი ან მოსაზღვრე ან რამოდენიმე ხეობის იქით არსებული მდინარის მონაცემებს და აკეთებენ კორელაციას გარკვეული ფორმულების საშუალებით. საბოლოო ჯამში იმის გამო რომ არც მონიტორინგი არ წარმოებს სამინისტროს მხრიდან, რეალურად მართლა 90-ს იღებენ და 10 ტოვებენ თუ იმასაც არ იღებენ, მთელ რიგ მდინარეებზე რო გაიაროთ, აღმოაჩენთ რომ განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში რომ იქ წყალი საერთოდ აღარ არის. ანუ ის წყალიც არ ხვდება ინვესტორს რაც წყალიც ვითომ გაუიანგარიშეს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში. და ამიტომ რომ მისი გამომუშავება რო არ შემცირდეს ან ნაკლებად შემცირდეს, იმ 10%-საც არ ტოვებენ და მთლიანად იღებენ იმ წყალს მდინარიდან. ქართლის აი 6-მა ძელმა, რომელიც არის გორთან, გამომუშავა იანვარში ან ყველაზე საჭირო თვეს ქვეყნისთვის 6 მილიონი 9 კილოვატ-საათი, მაშინ, როდესაც მაგალითად მცირე ჰესებმა შეგვიძლია ავიღოთ ერთი 16 მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელმაც ერთობლივად დაახლოებით მაგდენივე გამოიმუშავა. ანუ ქარის ერთი ჰიდროელექტროსადგური, ქარის ერთმა სადგურმა გამოიმუშავა რამდენიც 15-16 მცირე ჰესი. შეიძლება მეტიც, იმიტომ რომ თუ ბალანსში ჩავიხედებით, ძალიან ბევრი ჰესია, რომელსაც საერთოდ ნული აქვს გამომუშავება იანვარში. ამიტომ ეხლა ესე რომ მაგრამ რატომ არ მოვითარებთ მაშინ ქარის ენერგიაზე მომუშავე სისტემას? ხო, აი ძალიან საინტერესო საკითხია. ზოგადად რა არის ისი, როცა გენერაციის 75%-მდე გაქვს მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე და როდესაც გაქვს კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირ მოწყვლად ხდის ჰიდროგენერაციას, ისედაც ხომ? ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო იფიქრებდა გენერაციის დივერსიფიკაციაზე, ანუ სხვა ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობებზე, როგორც არის ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განახლებადი ზე და ქარი.